დავბრუნდით არაჩვეულებრივი სტუმრით. დღეს ჩვენი სტუმარია ეზოთერიკოსი ქალბატონი მაია ყუფარაძე. ადამიანი, რომელიც გვასწავლის, როგორ წარმართოთ ჩვენი ცხოვრება სწორად, როგორ მოვიზიდოთ ფინანსები და როგორ ვიყოთ დაცულები ენერგეტიკულად. აი ნეგატიური, ასე ვთქვათ, გარშემო ყოფებისგან. როგორ დავიცოთ ჩვენი თავი. როგორ უნდა იყოს პოზიტიური, ენერგიული, ბედნიერი როგორ უნდა იყოს ის პოსტს რო უყურებთ თან ასე, თან ისე, თან აქაც, თან იქაც. ხო და როდესაც ქალბატონი მაია არის ჩვენთან სტუმრად, ისეთ საინტერესო რჩევები და ისეთ საინტერესო ნივთებით არის მოსული, რომ შეხედე ოქრო ერთლი არის. ძალიან რა ხდება რაში. მოგესალმებით ქალბატონი მაია. მე მთელ საქართველოს მივესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ეს ძალიან ბედნიერი, ნატუკა ჩემი უცვლელი ადამიანია, მაგრამ ძალიან მინდოდა აი ეს საყვარელი ლაშა. ჩავხუტებოდი და განსაკუთრებული ჩემთვის ბექუნა. მაგის მამის დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს ეზოთერიის აკადემიკოსი ვარ. საწყის ეტაპზე მანკაცმა ბიძგი მომცა და ზურა ქაფიანი არის ჩემთვის არ ვიცი. ყველასთვის არის საქართველოს უყვარდა ისეთი კაცი და ნათელშია ზუსტად ვიცი. ქალბატონი მაია, ეხლა უნდა გვიშველოთ, ესე იგი. ძალიან ბევრი ნეგატივია გარშემო. როგორ დავიცვათ თავით? უნდა ყოველდღიურად. ფულიც გვინდა როგორ მოვიზიდოთ. ცოტა ბედის გავხსნათ. აი ფულების თქვენი ეს ბატონ ლაშასია შიგნით ნახერადებს. ხო ამაში მე ეს იკეტება თქვენ მოძებნით ამაში ჩადებთ $1 და $5 და გექნებათ თქვენ სამუშაო ოთახი გაქვთ თუ აღმოსავლურ მხარეს არის ეს არის თილისმაწლის იღბლიანობის მომტანი აქ ისეთი ლოცვები წერია რომ მაგას მე ვერ გითარგმნით ნამდვილად ეხლა მივიდოთ არამუშოს როგორ დაუწერია მთავარია თქვენდეს ეს შენია დედიკო ესეც წლის თილისმა არის რომ ცხენი და ესა ესე იგი რაღაც კუპიურა უნდა მოვათავსოთ აქ რაღაც არა $1 და $5 და თუ $2-იანსაც იშოვი სადაც 50 პრეზიდენტის თელი ბარაკადი სიმდიდრიდან ვერ ამოვალთ. მეც მაგ გეგონოთ რომ ქალბატონ მაიამ დამჩაგრა. ხო, დამჩაგრე. ეს უბრალოდ ორ საყვარელ ადამიანს. იცით რა, ქალბატონ მაია, აი მე ეს მახსოვს ძალიან კარგად. ეს მაგარია. კი ბატონო, ეს არის კვარტხი, ხო? ეს არის პლუს, იცი რა არის? ეს ეზოთერიკოსებს, ვინც ძირითადად კაბინეტში მუშაობს, უნდა გვედგას მარჯვენა მხარეს. აქ არის მინერალები, რომელიც ესე იგი ძალიან დიდ დაცვას ქმნიან. აქ არის, რა თქმა უნდა, ისეთი ლოცვები, ქვებიც და თვითონ ეს ისა დედასწრები. არა, შენ არ იცი რომ დედა არ მითხრათ რომ ოქროა. აი ესე. არა თქვა. აი ახლა მოგეცემა ბევრი ბარაკა. მე რო არის ფული მოდის შეგენა. თქვენ გაგიფრინდა ნატუკას წინაზე ჩეგო ჩაუგაყინე რომ დარეტიანდა. ამიტომ გავხდი მილიონერი. მოდის და მოდის ბარაკა. ხო, ეს არის ამას ჩვენ ვეძახით ჯადოსნურ ჯოხს, რომელიც აი ამეთვის თქვა დაკით ვეფხვის თვალი, რომ ამ დროს სურვილს იფიქრებს. ჩემთან ეხლა ცოტა ისეთი ავდექი. სურვილი მაქვს ჩაფიქრე. სურვილი უნდა ჩაიფიქრე. იყო ძალიან გამხდარი, ცისფერ თვალება, არ თვალებით მაგცისფერი. მოკლედ, სურვილი მაქვს ჩაფიქრებული. წამისვით სადაც არის წასი და წასი. ჩაკაკუნების დროს უნდა ჩაიფიქრო. აი, დამიკაკუნე, ცოტა ფაქიზა თუ შეიძლება. ჩავიფიქრე. ფერია რო უკაკუნებს. ვაიმე, კენა, ცისფერ თვალება. ცისფერ თვალება გამხდარი. ჩემი ფერი აქ ალბათ ამასთან არ მოიჭენ თქვენ ჩაიფიქრეთ ჩემო ძვირფასო. ცოტა მაგრა ჩაუკაკუნეთ, კაცებს უფრო მეტად ჭირდება. გეროზა. ძალები უფრო მეტად. ხედავ, აქედა რომ გავდივართ ეგრევე ეს ჩვენ ეხლა აქა ძამხელ ტალღაზე ვართ, ეს ძალიან კაი, მაგრამ ამას თქვენ არ იცით რა მნიშვნელობა. გარდა იმისა, რომ თავის დანიშნულება აქვს, ვინ აკეთებს ამას მნიშვნელობას. აი, რასაკვირველია. ჩემი ენერგეტიკული ცოდნით, ფენომენით, ნიჭით, ამაში მაქვს თორე ახლა ფიზიკა ვიცით, მათემატიკა. ამიტომ ხო, ამას მე გოგონა მყავდა ამას წინათ, რომელსაც ჩვილოსნობაზე პრობლემა ჰქონდა. შაშან, თმები გადავიყვასეთ ორივე. ხო და მე წუწუნა, რომ ისაო შვილი არ მიჩნდებაო, რაღაცა კესტოზურისა. და მითხარი, არის კიდო ქუდი, ხო იცი კეპები ბევრი მაქვს და გაჩუქებ მეთქი. აი თუ ტყოდ ეხლა ალბათ შეიძლება მიყურეს კიდეც მე ვთქვი ორი კეპი უნდა გაჩუქო
და მე მეთქი ტყუპის ცალი ვარ, ტყუპის ენერგია მაქვს და ასე დავაფერხე თავში ორივე კეპი და სხვადასხვა ფერზე ტყუპები მეთქი მოგცეს ღმერთმა. მე-7 თვეში არის ტყუპები. და ესე იგი ამას ჩვენში წინაპრები ჩვენი ამბობდნენ ხელიდან აზდისო, პირიდანაც ამდის, ძალიან ამდის ენერგეტიკული ძლიერი ვიბრაციები მაქვს და ნუ რა თქმა უნდა წყევლას ყოველთვის ვერ იდები. აი კიდე როგორ დახმარები ხართ ადრე და წყევლა როგორ შეიძლება რომ მოვიცილო? მოდი ჯერ აი ფაქტები რომ ვერ მოიცილებ თუ პროფესიონალმა არ მოგაცილა. ბატონო, თქვენთან თუ არ მოვიდა ადამიანი, რა თქმა უნდა. ყველანაირ წყევლას ვაცილებ, ვუდუს მაგიას ვაცილებ. მე ახლა ის ეზოთერიკოსი არა ვარ და არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ახლა TikTok-ზე რო ყველა წესო მე ვარ. და ხშირად აკეთებენ აი ამ ვუდუს მაგიას? საქართველოში ძალიან მომრა. ვუდუს მაგია და ჯადო ერთი და იგივეა თუ სხვადასხვა ჯადოს განხრა. ჯადოს ერთ-ერთი ძლიერი ისა აი რომელს უფრო მეტი ვუდუს მაგია აქვს? მე დუყლოყოს ამბავი ვიცოდი და ასე ქალებს თუ კაცებს? კაცებს? და აი ხლა ისეთი სიქშირე წამოვიდა რომ ქალებზე მეტად კაცები და რას უკეთებენ? საინტერესო რას უკეთებენ? გააჩნია კაცი რაზე უნდა დასაჯონ. ნუ ეხლა ეს ყოვლად ის კონკრეტული მიმართულების შეყვარება, ოჯახის დანგრევა ალბათ, ან თუ რაღაც ბიზნეს პარტნიორი და ვუდუში შეყვარება არ კეთდება. აბა დალინჩება კეთდება, გაუბედურება, სასიკვდილო, როგორც ნეკრომანულ ჯადოებში და სასიყვარულო მაგია ეს სხვა საფეხური. დალინჩება რაში ჭირდებათ, რატო ალინჩება? აი მეც ვეკითხები 35 წელი ამ პროფესიაში ვარ და დღემდე ვკითხულობ თქვენი წინა გადაცემაში გახსოვთ ვარდის ფუცლებზე რომ ისაუბრეთ და ისა რა ქვია დაფნის ფოთოლზე ეს რაღაცა დრევნი ის არის აი წინაპრების ნეფეტიტი ხმარობდა ჩვენი დედოფლები ჩვენი მეფეები აი ვიღაცა გამა TikTok-ერა მე TikTok-ზე არ გავდივარ და იქ ცხოვრებაში არავის გაულანძღივარ იქ ვიღაცა თავსაფრიან წინსაფრიანი დედაკაცი მწესო აი ეს ქალბატონიო ჩემზე ღმერთს როგორ ახსენებსო ჯადოქრობას ასწავლის ხალხს აი არასოდეს კომენტარს არ ვაკეთებ და მივწერე ჯადოქრობა რა არის ვარდის ფურცლები და დაფნის ფოთოლი დაფნის ფოთოლს კაცო იულიუს კესარს ადგავთ დაფნის ფოთოლი ყველა კუთხეში იქონიეთ ეს არის არაჩვეულებრივი ენერგეტიკის სცენარე რომელიც განდევნის ავსულს აბძალებს მოაქ საფულეში შეიძლება საფულეში სამკურნალო თვისებები და უამრავი ხო ახლა ვარდის ფურცელი დედა დედოფლის ყვავილი რა მაგია თვითონ მაგია ეს ყველაფერი ზეციური ძალები და აი ესე უბრალოდ მიმალანძღა მაგრამ მე ხუნა ვიღაცები პატრიარქსაც ლანძღავს მაგრამ რო ლანძღავს ლანძგი კი ბატონო მაგრამ შენიყავი უკეთესი კი ბატონო შენდადები ერთი აგურით მეტი ვინემ უწმინდეს მაქვს და ჩემზე უკეთესი შენიყავი აი უკეთესმა რო გამლანძღოს ან იმანაცაც უნდა გამლანძღოს გავჩუმდები ძალიან დიდი ბოდიში მე მაინც დუყლოყოს უბრუნდები არა უყურეთ აი თქვათ აი ამ გალინჩებულ კაცებს ვისაც ალინჩებს აი ხო შეიძლება ეს გამოილოცოს თუ როგორ მოდის ეს რა შველი მე გეტყვი საყვარელო ესე იგი დალენჩებული თუ რჩებიან საერთოდ არის შემთხვევა როგორ გამოიხატება დალენჩება აი დაშტერებული უზის უკვე იმ საყვარელს თუ იმ ზომბირებული აი ამ შემთხვევაში ყველაზე ცუდი არის ვირისტვინი მესა მაგ სხვა გადაცემებში თქვენთანაც გონი ნახსენები ვირისტვის აფეაშვილის თუ ვირისტვინი მიაღებინეს ადამიანს და დოზას გააჩნია და რომელიც მაგის ხელში გაიარა შამანი ან მოლა რა ვიცი ვინც აკეთებს და მე არ ვიცი აი არ ფიქრობენ რომ სად მიდიან მე ამის ხო და იქ მაინტერესებს რამდენ თაობაზე გადადის აი ეს ვინ ჯადოს აკეთებს შემდეგ ხო ეს რაღაცა უბრუნდება ზუსტად სწორი თქვი ნატყა იმიტომ რომ ბაბუას ნაჭამაობ შვილიშვილს მოყვეთა კვილიოთ გადადი ეს ცოდვებია იცით რა ეხლა ეს შესწავლა როცა ხდება მტრის ენას ჩვენ სწავლობთ ძალიან ბევრმა შემომთავაზა ჯადოს კეთება ვერ გავიყიდები არ გავიყიდები ქრისტე ღმერთს ვერ გავყიდები იცით რატომ
ისეთი მაგარი შვილი მყავს, ისეთი ცნობილი, ყველას უყვარს, იმასაც უფრთხილებ ჯერ საკუთარი წამს უფრთხილები. ეხლა მამა თქვენის ისეთი მოყვა თქვენი ხო კარგად იცით ვინ იყო ზურაქაფიანზე. არა მე ჩემსავით ალბათ არავინ იცნობდა მაგ ადამიანს ასე მგონია. და ასეთ კაცს როგორ უღალატებდი მე? კაცმა რომელმაც ის მონაწილეობა მიიღო და პირველ რიგში ღმერთს არ უღალატებ დედას, მამას, შვილს, არა. იცი რა მაინტერესებს? აი სულ მინდა რომ გითხოთ რა. ასე მგონია ზოგი ძილა თქვენ. არა. აი როგორ აი ეს ვირისტვინი, ამაზე ვარ ჩაცეკვილი ხო? მე ბავშვობაში მე ბევრჯერ გამიგონია რომ აი ვირისტვინი აჭამეს. მე მგლის ქონის გამიგია. არა, მგლის ქონის ეს ვიღაცის ხელში უნდა გადა. აი როგორ შეიძლება ამისი თავიდან აცილება? კაცო, ვირ ადამიანებს ისედაც არაფერი არ შევ. ხო, მაგრამ აი როგორ უნდა ავიცილოთ, ბიჭებმა არ ჭამონ არაფერი თუ რა გააკეთონ, აი როგორ დასურჩენ. არა, შიშით კი არ უნდა იყო. მოდიეთ რაღაცას გეტყვით. საქართველოში ცოტა ამაზე გული მტკივა. მე ძალიან პატივისცემელი ვარ, ქართველი კაცის ხმა გული აქვს და სხვა ნოდადუმაძეს არ იყოს თაკარა იმზესავით გული და მაგრამ ცოტა მე ქალთანები არიან. ნუ ტკენენ ცოლებს გულს. აბა ბიჭებო ახლა ევროპა მოვიარე აი ჩაკიდებენ საკურთხეველზე ცოლ-ქმარი ხელს და ასე დადიან სიბერემდე ბიჭო კაია კი ხო იცი ეგ სიმღერა ამაძია გასაგებია რაგით კაი ცოლი მყავდეს მაინც მიჩენია ჩვენზე არ არის ესეც ხო ისე შეიძლება ადამიანმა გააკეთოსო ცოლი არ გააგიჟოს და დაანახოს ხო მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანს არ თუ გააკეთოს ალბათ ლოცვები არის ხო ლაშა ფილოსოფების არ ალბათ ლოცვა არის რაც უშველის ყველა ადამიანს და რაც გააძლიერებს და დაიცავს ყველაფერი ნეგატიურისგან და ალბათ ეს ცოცხი რომელსაც ეს ცოცხი არის ძალიან საყვარელი უყურეთ ამას ვეფხვის თქვა გაგატი და ამეთვისტო აკრეფილია ეს ამასაც აი ესე ვფერთხავ აბა ჩამოფერთხავ ბიჭები ჩამოფერთხავ ეს ბოლო რიტუალს გაწმენდას რომ მომთავრებ ამას დაუსვავ და გაფერთხე ყველაფერი ცუდის გაკეთება. აი ესე დაფერთხილები გავდივართ რეკლამაზე გვიყვარხართ ყველანი სამწუხაროდ შემდეგ მოსვლაზე აუცილებლად ეს რეკლამაზე მიდის და მე ყველამდე გიმშვიდობები ჩემო საყვარლებო